რა არის ნევროზი ან ნევროზული აშლილობა და რას ნიშნავს იყო ნევროტიკი და რაც მთავარია, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს. სიტყვა ნევროზი ყველას გვსმენია, მაგრამ ხშირად კარგად არ გვესმის, რას ნიშნავს სინამდვილეში. ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ თქვენთან რაღაც ისე არ არის. თუმცა გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია. თქვენ ხართ ცდილობიანი, ცდილობთ საკუთარ თავს აანალიზებთ შეძლების დაგვარად, მაგრამ მაშინ რატო გტკივათ ესე ძალიან? რატომ გაქვთ მუდმივი შფოთვა, დანაშაულის განცდა? ნევროზი ერთგვარი ცხოვრების სტილია. როდესაც გარეგნულად ნორმალურად ცხოვრობთ, მაგრამ შიგნით მუდამ შფოთავთ და გტკივათ. გიჭირთ საკუთარ გრძნობებზე საუბარი, თუმცა შეგიძლიათ მათი გაანალიზება. კარგები ხართ სხვებისთვის, მაგრამ არ იცით როგორ იყოთ კარგი საკუთარი თავის მიმართ. თითქოს სხვებისთვის ცხოვრობთ, საკუთარი სურვილები კი უკან არის გადაწეული. თუ ხშირად გრძნობთ, რომ თქვენ ზედმეტად ბევრი ხართ, რომ თქვენი გაგება შეუძლებელია, გრცხვენია თხოვნა ან გიჭირთ უარის თქმა, დიდი ალბათობით თქვენ ნევროტული სტრუქტურის ადამიანი ხართ. რატომ ხდება ასე? პასუხი თქვენს ბავშვობაშია. თუ ნევროტიკი ხართ, თქვენ თითქმის აუცილებლად გაქვთ დაძაბული ურთიერთობა მშობლებთან და ყველაფერი, რასაც ახლა პირად ცხოვრებაში აკეთებთ, არის ამ ძველი ურთიერთობების გადათამაშების მცდელობა. თქვენ ფსიქიკაში აირია სიყვარული და სირცხვილი, მიჯაჭვულობა და შფოთვა. თქვენ ბრაზობთ, მაგრამ საკუთარ თავზე. იტანჯებით, მაგრამ ჩუმად. ელით რომ გიხსნიან, მაგრამ გეშინიათ რომ მიგატოვებენ. მაგრამ თქვენ არ ხართ ვალდებული, იცხოვროთ მარადიული დანაშაულის გრძნობით. შეგიძლიათ სცენარის შეცვლა. თუმცა ამისთვის გჭირდებათ ალტერნატივა, გამოცდილება ურთიერთობის, სადაც არ გთგუნავენ, არ გაფასებენ, არამედ გიღებენ თქვენი გრძნობებით, სისუსტეებით და ბრაზით. ეს შეიძლება მოხდეს როგორც თერაპიაში, ისე პირად ურთიერთობებშიც. თუ ეს თემა გაინტერესებთ, YouTube-ზე უკვე დევს სრული ეპიზოდი, სადაც ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ მუშაობს ნევროზი სინამდვილეში და რისგან არის გამოწვეული, საიდან იწყება გარდაქმნა და რა გვიშლის ხელს გამოჯამრთელებაში, როგორ იპოვოთ საკუთარ თავში უფლება იყოთ საკუთარი თავი და როგორ შეიძლება ბრაზი და დანაშაულის გრძნობა იყოს გასაღები თავისუფლებისკენ. ასევე ვსაუბრობ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელსაც ჩემ პრაქტიკაში ვიყენებ. აუცილებლად ნახეთ ეს ეპიზოდი, თუ გაინტერესებთ, როგორ გამოხვიდეთ ამ უხილავით ციხიდან, რომელშიც ბავშვობიდან ცხოვრობთ. რომ იგრძნოთ თავი არა მოსახერხებლად სხვებისთვის, ან სწორად, არამედ ნამდვილად. YouTube-ის ბმული იხილეთ პროფილის აღწერაში. ნახვამდის.